გამარჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ასტროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით უახლოეს პერიოდში რას უნდა მივაქციო ყურადღება. მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რაც რეკომენდაციის სახით გეძლევათ უზენაესი ძალებისაგან. იმისთვის რომ მოხდეს ენერგობალანსირება, თქვენი მხრიდან საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათ ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, ჩემი არხი გამოიწეროთ. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის პირად შეტყობინებებში. თქვენს წინაშე არის 3 ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ვარიანტი და მიიღოთ ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი არის. მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში რა მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდებათ. აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციას, ეს არის პერიოდი, როდესაც უფრო მეტად უნდა გადახვიდეთ აქტიური, ასე ვთქვათ, პოზიციაში აქტივობის თვალსაზრისით, ხო, ცხოვრებისეული კუთხით, ნებისმიერ საკითხში, ეს იქნება მატერიალური საკითხები, ზოგადად სწავლის თემა იქნება, ურთიერთობა, ყველა მიმართულებით უფრო მეტად უნდა გააქტიურდეთ, უფრო მეტი ჩართულობა უნდა მოახდინოთ საკუთარი თავის, ხო, ანუ ეს პერიოდი თქვენთვის არის გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას ცვლილებების პერიოდი. თქვენივე აქტივობის ფონზე შანსები გეძლევათ, რომ რაღაც ახალ მასაზე გახვიდეთ, ახალ რაღაცა ნაცნობობის სიტუაციაზე, ახალი შემოთავაზებები მოვიდეს ცხოვრების ევლად. ანუ ფაქტიურად ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა დაიჭიროთ შანსი. უახლოესი პერიოდი ზოგადად რამდენი მოიაზრებაო, ხშირად მეკითხებიან ხოლმე ამას. უახლოესი პერიოდი მოიაზრება მაქსიმუმი 2-3 თვის განმავლობაში არსებული სიტუაციები. ასე რომ უახლოეს პერიოდში, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის რაც შეიძლება მეტი აქტიურობა სიზარმაცე გვერდზე გადადოთ, მაქსიმალურად გადართული იყავით იმ საქმიანობაზე, იმ გეგმებზე, რაც გინდოდათ, რომ განხორციელებაში მოგეყვანათ და უფრო მეტად იყავით სიცოცხლის უნარიანი, არის ზარმაცოთ. მოდი დამატებით რჩევა თქვენთვის ამოვიღოთ, კიდევ რა არის თქვენთვის. და აქაც პირდაპირ, შეგეშინდება გამოწვევების, შეგეშინდება გარკვეული სახის გადაწყვეტილებების მდგომარეობა. ხო, პაჟის მდგომარეობით როგორ დაჯდა, შეხედეთ, ორივე კვერთხები დაჯდა, აქტიურობა, ანუ მართალია ამ ეტაპისთვის რაღაცა მომენტებში შეიძლება ქონდეს მერყეობები, სწორად ვიქცევი, არ ვიქცევი, როგორ მოვიქცე, მაგრამ გარისკერო სასურველი შედეგი მიიღო. შეგეშინდება, რაღაცას რო აკეთებ, უკან მოიხედები, მერყეობს საკუთარ თავში. დაგიფასდება ეს შენი გადაწყვეტილება, აი ესეთი პასუხი ამოდის. დამეწერეთ კომენტარებში, რამდენად გეცნოთ თქვენ არსებულ სიტუაციასთან, რამდენად ახლოს იყო, პირადი კონსულტაციებისთვის მომწერეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მას შესაძლოა გადავიდეთ მეორე ვარიანტში. უახლოეს პერიოდში რა სიახლეები გელოდებათ. უახლოეს პერიოდში აქ რასაც მიჩვენებს, პირდაპირ მნიშვნელობით ამოდის სამართლიანობა. ეხლა როგორი გადათამაშება შეიძლება იყოს. ისინი, ვინც კონკრეტულად რაიმე საბუთის საკითხს ელოდებით, ეს იქნება ზოგადად უცხოეთის სიტუაციის კუთხით, ზოგადად საცხოვრებლის კუთხით, ყველაფერი რაც დაკავშირებული არის დოკუმენტების თემასთან, ძალიან დიდი არის შანსები იმის, რომ სასურველი შედეგი მოიპოვოთ, ესე ვიტყოდი, ხო, მიაღწიოთ სასურველ შედეგს, მიიღოთ გარკვეული სახის შეტყობინება, ინფორმაცია, დაგილაგდეთ გარკვეული რაღაც სიტუაციები თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტა მდგომარეობის. ასევე მეორე მომენტი, რაც არის, ეს არის დაბალანსება თქვენი ცხოვრებისეული საკითხებისა. ეს შეიძლება იყოს ზოგადი კომუნიკაციების სიტუაცია, სამსახურეობრივი მდგომარეობა, ადამიანებთან ურთიერთობა, თითქოს უფრო მეტად რეალისტურად შეხედავთ სიტუაციებს და უფრო მეტად გექნებათ მიმღებლობა არსებული რეალობისა, რომელიც თქვენს წინაშე არის. აქამდე თუ რაღაცა მომენტებში თავს იკავებდით და გქონდათ ხოლმე მომენტი, რომ იცი ვაპატიო, რაღაცა მომენტში გავჩერდი დავთმო, ეხლა არა, უფრო მეტად რაღაცა თითქოს პოზიციაში გადადიხარ, აქტიურ ფაზაში იმის, რომ პირდაპირ შენი რაც არის დაიცვა, უფრო მეტი სიძლიერე გამოავლინო, ხო? მოდი დამატებით ვნახოთ ინფორმაცია, რაც ამოდის ამ ვარიანტთან დაკავშირებით. ძალიან მიყვარს ეს დასტა, იმიტომ რომ პირდაპირ რეზონირებს ერთი და იგივე სიტუაციების კუთხით. რაც ვისაუბრე, აქაც ანალოგიურად ამოდის რაინდის მდგომარეობით საქმის მეტად გადაჭრა, უფრო მეტი აქტივობა, უფრო მეტად ლიდერის პოზიციების ჩართვა, მეტი მოთხოვნილება, მეტი კრიტერიუმები იმ თვალსაზრისით, რომ დაგიკმაყოფილო, როგორც თქვენ გაწყობს და არა ის, რომ თქვენ მოერგოთ სიტუაციებს და მეტად, ასე ვთქვათ, შემტევი ხასიათების პოზიციაში გადახოთ, რაც საკმაოდ კარგი არის და საკმაოდ კარგ შედეგს გამოიღებს. თავარი არის, რომ მეტი თვითრწმენა გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების და საკუთარი თავის. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული ინფორმაციები, დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად გეცნოთ არსებული სიტუაციები, პირადისთვის დამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გადავდივარ მესამე ვარიანტზე.
მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში რა სიახლეები ელოდებათ, ზოგადად რა რეკომენდაციები არის, ხო? ხმლების დედოფალის მდგომარეობით მიჩვენებს, რომ უფრო მეტად შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას თქვენ სასარგებლოდ. ეს არის ადამიანის კატეგორია, რომელიც უკვე წინ აღარა, ასე ვთქვათ, იყენებს არავის. რაღაცა არ მოსწონს, პირდაპირ ამბობს რაღაცა მომენტში, სადაც გასაკრიტიკებელი არის, აკრიტიკებს, სადაც დასაცველი არის, იცავს, სადაც საჩხუბარი არის, ჩხუბობს, ხო? ანუ უახლოეს პერიოდში სიტუაციები წავა ისეთი კუთხით, რომ მოგიწევთ საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი ინტერესების, იდეოლოგიის დაცვის მდგომარეობა. პერიოდი იქნება ისეთი, რომ პირდაპირ მნიშვნელობით სამყარო გამოგაწრთობთ გარკვეული სიტუაციების ფონზე, ცოტა შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ თქვენივე სასიკეთოდ, რომ გაძლიერდეთ, რომ უფრო მეტად გახდეთ ლიდერი მართულ სიტუაციაში. ადამიანის ისეთი კატეგორია, რომელსაც უკან გამოყვება ხალხის გარკვეული კატეგორია, რომელიც მოგისმენს უფრო მეტად დაგაფასებს, უფრო მეტად შეგიყვარებს. რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, შენ მისთვის გახდები როგორც ავტორიტეტი, ესე ვიტყოდი, ხო? მოდი დამატებით ამოვიღოთ კარტი ინფორმაციის სახით, რჩევის სახით. ერთადერთი მომენტი, მოდი ესეც რადგან ესე ამ ფონზე დავამთავროთ. ერთადერთი მომენტი, რაც არის გასათვალისწინებელი, ეცადა რომ ზედმეტად არ გადაყვე სამსახურეობრივ სიტუაცია იქნება ოჯახის მდგომარეობა, ანუ ზედმეტად მაქსიმალისტი ყარ ყველა სიტუაციაში. ან აკეთებ ყველაფერს, ან არ აკეთებ არაფერს. ეს უნდა დააბალანსო და ისწავლო შუამავლობის პოზიცია. ან ასე ვთქვათ, რაღაცა მომენტში გაჩერდე, ან რაღაცა მომენტში უბრალოდ მოდი ასე ვიტყოდი 50-50 სიტუაციებში კონტროლი უნდა ისწავლო. ანუ ისწავლო ბალანსირების თემა, არც ძალიან კი, არც ძალიან არა. შესაბამისად ეს რაღაცა ჩაკეტილობების ფონიც უფრო ნაკლები გექნება ცხოვრებისეულად და იმედგაცრუებების მომენტები. თუ ამ თემას ვერ დაამუშავებ და ვერ ისწავლე ბალანსირებას ადამიანებთან ურთიერთობაში, პატივისცემა იქნება, ანუ შენი მხრიდან მეტი გადის ყოველთვის და საპასუხოდ ვერაფერი ვერ გიბრუნდება. მე უკვე საკუთარ თავში იმედგაცრუებისა და კომპლექსების თემაში ეშვები. ასე რომ ეს თემები უნდა დაარეგულირო. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაციები. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.